მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა რადიო იმედს უსმენთ FM 105-სა და 9-ზე ძალიან საინტერესო თემით განვაგრძობთ ჩვენს რადიო ეთერს. უნდა ვისაუბროთ საქართველოზე, როგორც ძალიან მომხიბვლელ ტერიტორიაზე კინო გადაღებებისთვის, რომელიც საერთაშორისო კომპანიები, საერთაშორისო კინოსტუდიები არიან დაინტერესებული და ძირითადად რას იღებენ საქართველოში. ამ თემაზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა. თათია ბიძინაშვილი გახლავთ, სახელმწიფო პროგრამის გადაიღე საქართველოში ხელმძღვანელი. სწორად გამოვთქვი, მოგესალმებით თათია დილამშვიდობისა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით დილამშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა და მოდი საუბარი დავიწყოთ ყველაზე ბოლო და ახალი ამბით, რომელიც უკვე გაცხადდა, რადგან ძალიან პოპულარული სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა Apple TV-ზე. არიან ადამიანები, რომლებიც სერიალებს განსაკუთრებული ინტერესით უყურებენ და ესეთი კომერციული სერიალები ყოველთვის განაპირობებს იმ ადგილის და იმ ტერიტორიის პოპულარობას, სადაც არის გადაღებული ეს ყველაფერი. და ეს სერიალი, რომელიც ახლა ვთქვით Drop of Gods, ანუ ღვთისგან მაბოძებით წვეთები, ასე შეგვიძლია თარგმნოთ, არ ვიცი ქართულად, არის მთლიანად ღვინისა და კულინარიის თემაზე და ამ შემთხვევაში მთავარი პერსონაჟები იკვლევენ ღვინის დაბადების ადგილს და რა თქმა უნდა ჩამოდიან საქართველოში. მოგვიყევით თუ შეიძლება ამ სერიალთან თანამშრომლობის შესახებ, როგორ მოვიდნენ თქვენამდე და რას თავაზობს ზოგადად ქვეყანა, როგორც ამ სერიალის ჯგუფს, ისედაც საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ იზიდავთ კინოკომპანიებს, რომ გადაიღონ საქართველოში. მადლობა მარიკა. როგორც მოგეხსენებათ, 2016 წელს შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა პრემიერის ინიციატივით, ეს არის გადაიღე საქართველოში, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო პროდიუსერების მიერ დახარჯული საქართველოში დახარჯული თანხის, ჩვენ მას ვეძახით კვალიფიციური ხარჯების 20-დან 25%-მდე თანხის დაბრუნებას. Cash rebate სისტემას რომ ეძახიან საერთაშორისო ენაზე ეს არის, ხო? ეს არის ბევრგან ნაცადი პროექტი, ეს არ არის რაღაც ახალი სიახლე, რომელიც ასე ვთქვათ ქართველებმა გამოვიგონეთ. დღეს მსოფლიოში ფაქტიურად შეუძლებელია, რომ მიიზიდო production კომპანიები თუ არ გაქვს რაიმე ფინანსური ინცენტივი, წამახალისებელი მექანიზმი. სწორედ აი ამ მიზნით 2016 წელს დაინერგა ეს პროგრამა და ერთის მხრივ ეს იყო როგორც ფინანსური ბენეფიტი, მეორეს მხრივ ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პოპულარიზაცია ქვეყნის პროგრამის ზოგადად და საქართველოსი როგორც გადასაღები ლოკაციის. მოგეხსენებათ, ჩვენც არაერთხელ შევხვედრილ ვართ არაერთ მარკეტზე, ფესტივალზე და ყოველთვის ვცდილობთ, რომ წარმოვაჩინოთ საქართველოს მაქსიმალურად დადებითი, პოზიტიური კუთხით და ნამდვილად ბევრი გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ფინანსურ მექანიზმს თავაზობთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არის მოსახლეობა თვითონ არის, ასე ვთქვათ, film friendly, ასე ეძახიან ყოველ შემთხვევაში სტატუსი საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც გადაღებებისკენ ადამიანები არიან კეთილგანწყობილი. მოგეხსენებათ, Fast and Furious-ის დროს გადაკეტილი იყო ქუჩები და ასე შემდეგ, თუმცა ხალხი თუნდაც Facebook კომენტარებში თუ იქნებოდა რაღაცა, რომ ვიღაც ნეგატიურად დაწერდა, რომ შევწუხდით, რაღაცა, ნუ ასობით მერე კომენტარი მოდიოდა, რომ რას იძახი, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გვიხარია და ასე შემდეგ. ანუ ეს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული, რომ რაც უფრო დიდი კინოწარმოებით მოხდება გადაღება და რაც უფრო პოპულარულ ფილმს გადაიღებენ, ეს ასე აღმოჩნდა, კი, და უკეთესია ჩვენთვისვე. რა თქმა უნდა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გვაქვს ამ ეტაპისთვის გამართული. ანუ ის, რომ გვაქვს საერთაშორისო აეროპორტები, გზები მარტივად დაკავშირებული ერთმანეთთან, ფაქტიურად თბილისი მაქსიმუმ 3 საათის სავალზე ყველა ლოკაციას უკავშირდება. მათთვის ესენი არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, იმიტომ რომ როდესაც ჩამოდიოდნენ, ყოველთვის მეკითხებოდნენ, რომ აი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აქ რომ გადავიღოთ, თქვათ აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ხომ არის 40 კილომეტრის რადიუსზე. არის უსაფრთხოების სტანდარტები დააბინავენ შესაბამისად, ხო? და მაგალითად რაღაც კონკრეტული უდიდესი გადაღებები სამწუხაროდ არ განხორციელდა ვაშლოვანში, იმიტომ რომ იყო რაღაც საშიშროება უსაფრთხოების და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრ კრიტერიუმს აქცევენ ყურადღებას. უსაფრთხო გარემოც ალბათ თავისთავად მნიშვნელოვანია. უსაფრთხო გარემო, ის რომ გვაქვს ასევე 6 კლიმატური ზონა, გვაძლევს იმის საშუალებას, ნუ ბუნებრივად რომ მაგალითად მაისში, აპრილში შეიძლება რომ სანაპიროზე იყოს საცურაო ამინდი და ასევე
მთაში იყოს თოვლი. ანუ ყველაფერს აი ამ პატარა ქვეყანაში ვთავაზობთ ფაქტიურად რაღაცა 2-3 საათის სავალზე შეუძლიათ მთაშიც ავიდნენ, ბარშიც. 4 სეზონი გადაიღონ ერთ ჩამოსვლაზე. ნახევრად უდაბნოც კი გვაქვს. ანუ ეს რომ მრავალფეროვანი ლოკაციები გვაქვს ერთ ადგილზე, ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც გაწევენ ამ ფრენის ხარჯებს და ასე შემდეგ, უნდათ რომ აი ამ თავისი ტექნიკიან გადამღები ჯგუფიანად ჩავიდნენ და ყველაფერი ერთად გადაიღონ. აი, როდესაც ჩამოდის ერთი დიდი ჯგუფი გადაღებაზე, მაგალითად აი ეს სერიალი ბოლო რაც დავასახელეთ, მისი შემოქმედებითი გუნდის წევრები. მთლიანად თვითონ მოიცავენ თავიანთ საქმეს თუ საქართველოდან ქირაობენ მუშახელს, გულისხმობ ოპერატორის ასისტენტი, შეიძლება გამნათებელი, გაფერი და აი ყველა ისეთი პროფესია, რაც კინოწარმოებასთან არის დაკავშირებული, მათია თუ ჩვენგანაც ხდება რესურსის ძალიან მნიშვნელოვანი არის ვინ ჩამოდის. ყველანაირი გადაღება გვქონია, მაგრამ ადგილობრივი რესურსის გარეშე ფაქტიურად გამორიცხულია, როგორც მინიმუმ ლაინ პროდიუსერი სჭირდებათ და ადგილობრივი ქრო სჭირდებათ და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ყავს ძალიან კარგი გადამზადებული პროფესიონალი, ასე ვთქვათ, ფილმ ჯგუფები, ძალიან ხშირად ქირაობენ და დიდი მასშტაბით. ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მთავარი პოზიციები, როგორიც არის დეპარტამენტის უფროსები, იყვნენ ქართველები და ასე შემდეგ და ამ მიმართულებით ერთი დამატებითი პროცენტი, სწორედ აი, როდესაც ვამბობთ 20-დან 25%-მდე ანაზღაურება. 20% ეს არის ავტომატური, ყველა შემთხვევაში თუ კი მოიტანენ გამართულ აუდიტის დასკვნას, რომ ნამდვილად დაიხარჯა საქართველოში აი ეს თანხა. ავტომატურად ჩვენ ვუბრუნებთ მათ 20%-ს. აი ეს დამატებითი 5% გულისხმობს უკვე რომ დაასაქმა თუ არა საქართველოს მოქალაქეები მაღალ პოზიციებზე. ვთქვათ, იყო თუ არა დისტრიბუცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ორ ქვეყანაში და ასე შემდეგ. ანუ ქართველების დასაქმება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე კონკრეტულად აი გუშინ დამთავრდა 40 დღიანი სერიალის გადაღებები, რომელსაც ასევე მალე დავაანონსებთ, თებერვალში უკვე იქნება პრემიერა. ეს არის არაბული სერიალი, აი აქ იღებდნენ და უამრავი ადამიანი, 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იყო სეტზე დასაქმებული. 40 დღე ძალიან დიდი დრო არის კინოგადაღებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიხარულო არის, რომ მთავარი პოზიციები იყვნენ ქართველები. ასევე ჩვენ ყოველთვის შემდეგ რაღაც ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას, პროდიუსერებს, რამდენად მოეწონათ, რომ გულწრფელად გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება საქართველოში გადაღებების შესახებ და ყველა ცალსახად ბოლო წლებში აღნიშნავს, რომ ქართველები ნამდვილად შევესაბამებით საერთაშორისო სტანდარტს, მუშაობის სტილით და ასე შემდეგ. სხვათა შორის 2 წლის წინ იყო მე მგონი თუ 1 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს, კანის კინოფესტივალზე საქართველოს პავილიონში ვნახე, ძალიან კარგი გამოცემა, ბუკლეტი. გადაიღე საქართველოში ზუსტად იგივე სახელით, რომელიც თავაზობდა უცხოელ პარტნიორებს საქართველოთი დაინტერესებას, ასე ვთქვათ. ძალიან კარგად იყო დაალაგებული თემატურად, რისი გადაღება შეუძლიათ საქართველოში. ისიც კი ვიპოვე, რომ საქართველოს შეგიძლიათ გადაიღოთ კუბა. ეგეც იყო ერთი საბჭოთა არქიტექტურა. კომპლიმენტად მივიღებ. იმიტომ რომ საბჭოთა არქიტექტურა. აი თემებად რო ჩამოვყაროთ თუ შეიძლება. აი რა თემები შეიძლება მიესადაგოს ქართულ გარემოს, არქიტექტურით თუ ბუნებრივი ლანდშაფტით. აი მაგაზე ორი სიტყვით გეტყვით, რომ თავიდან როდესაც ამ სფეროში დავიწყეთ, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები, გავაკეთეთ ბროშურები და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა გამოცდილებიდან გამომდინარე მე უფრო იხვეწება, უფრო კარგი შეგვიძლია გავაკეთოთ და თავიდან გავაკეთე რაღაც ტურისტული ლოკაციებით სავსე იყო დახუნწლული ჩვენი ასე ვთქვათ location book-ი და მინდოდა რომ რაღაც მაქსიმალურად ყველაფერი მეჩვენებინა. თუმცა წლების მანძილზე მარიკა როგორც მოგეხსენება, ჩვენ პატიჟობთ ასევე top production კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში, როგორიც არის Disney, Universal Pictures, HBO და საქართველოს ქონდა იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ტიპის პროდიუსერები HBO-დან შარშან ყავდა HBO-ს ვიცე-პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ჩამოდიოდნენ, ათვალიერებდნენ და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობდნენ რაღაცა რეკომენდაციები მოეცათ. და ერთ-ერთმა location manager-მა, რომელიც გახლავთ Mission Impossible-ის location manager-ის, სწორედ მან შეარჩია ლოკაციები. დიახ, არაერთი ძალიან დიდი ჰოლივუდური ფილმისთვის მითხრა, რომ მოდი იცი რა, ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ კარგი იქნება
შეიძლება რომ დაფიქრდე რა შეგიძლია შესთავაზო აი კონკრეტულად მიმართულებების მიხედვით და შემდეგ უკვე ჩვენი გუნდი დავსხედით და ვიფიქრეთ რომ აი საქართველო რა შეიძლება იყოს საქართველო როგორც აზია, საქართველო როგორც ევროპა, საქართველო როგორც გერმანული სოფელი, აი ასურეთი გვაქვს ძალიან კარგად წარმოჩენილი, საქართველო როგორც ფრანგული ღვინის მწარმოებელი სოფლები, ასე ვთქვათ, ტოსკანა და იტალიური კი შატო, ამის ძალიან კარგად გვაქვს ვთქვათ სიღნაღი წარმოჩენილი და არა მარტო ბევრი შატოს ფოტოები გვაქვს ასევე location book-ში და გარდა იმისა ვთქვათ რომელი ქვეყანა კუბაც იყო თუნდაც ახლა მე პირადად არ ვარ ნამყოფი კუბაში და ზუსტად არ ვიცი როგორ გამოიყურება ის და ის ფოტოები რაც შედის ამ კატალოგში გავდა სხვათა შორის ერთხელ ყავდა ასევე ამერიკიდან Universal Pictures-ის location manager რომელმაც ბათუმში რო ვსეირნობდით მითხრა რომ იცი რა თათია ძალიან გავს აქაურობა კუბას თუ არ მოხდება ამისი რენოვაცია ერთი პატარა ჩაგვჭა ესეც რომ რატომაც არა იმიტომ რომ თუნდაც ერთი ქუჩა ისე კარგად შეიძლება აითვისოს რეჟისორმა ხედვიდან გამომდინარე რომ სრულად მოხდეს იქ გადაღება ესეთი რაღაცა რომელიმე ქვეყნისა ადგილის ნუ მთა და მყინვარი და თავისთავად ეს ალბათ მაგაზე უკვე რა თქმა უნდა რომ შეგვიძლია ნებისმიერი საერთაშორისო ევროპული სათხილამურო კურორტად საქართველოს წარმოჩენა, იმიტომ რომ გვაქვს პირდაპირ გვაქვს ძალიან ლამაზი ნაპირი ასევე, რომელიც შეიძლება, რა ვიცი, გადაიყო ნიცა საქართველოში, ან ევროპული ნებისმიერი, ნუ ახლა არ გულისხმობ არ გვაქვს ოქროს ქვიშები, თუმცა რაღაცა ქვიანი სანაპიროს მოტყუება და როგორც შავი სანაპირო ურეკის ზოლიც გვაქვს და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რაზე არის დაინტერესება? ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვა მოთხოვნა. აი რაღაც რეიტინგი არსებობს? საბჭოთა არქიტექტურა ცალსახად აინტერესებთ და უნდათ, იმიტომ რომ ამერიკაში ნაკლებად მოსაძიებელია ნატურალურად ესე საბჭოთა არქიტექტურა და როდესაც ჩამოდის ამერიკული გუნდი, ზუსტად ვიცით რომ არ არსებობს, არ გამოიყენოს ჩვენი ეს თუნდაც ის ადგილები, რომელსაც ჩვენ შეიძლება ერთი შეხედვით რაღაცა ქალაქის ცოტა არ თუ ისე ვიზუალურად მიმზიდველ ნაწილად მივიჩნევთ მათი გადასახედით არის ძალიან სასურველი, განსხვავებული და მეც დავიწყე უკვე მათი თვალით ყურება და რაღაცა აიმეთ იღმის შენობები შეხედეთ რა მაგარი სცენაა და აი რაღაცა სხვა ის აქვს. მაგალითად აზიელებს უფრო უყვართ სიმწვანე, ბორჯომში გადაღებები, თოვლი, აი ისაც აი ინდოელებს განსაკუთრებულად უყვართ ბორჯომი ზაფხულშიც და ზამთარშიც. და აი გამომდინარე იქიდან ვინ იღებს და ევროპელებს რაც შეეხება, ნუ კონტენტს გააჩნია. ყოველთვის სხვადასხვა ესე ვერ ვიტყვით. და აი უახლოესი ერთი წელი რო ავიღოთ მაგალითად, თვითონ დამკვეთები უფრო მეტად საიდან არის? ამერიკული კინოსტუდიებია, აზია თუ ევროპა? ბოლო ერთი წელი უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთ წელში მხოლოდ გადაიღეს საქართველოში პროგრამის ფარგლებში, ანუ გულისხმობ იმას, რომ ჩვენთან ხომ ყველაფერი რაც საქართველოში გადაიღება არ არის აღრიცხული, ანუ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, რომ მინიმუმ 9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ერთ პროექტზე და უნდა ყავდეთ საერთაშორისო პარტნიორი და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერი რასაც საქართველოში იღებენ, აქ ჩვენ პროგრამაში არ შედის. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პროგრამით აუდიტით დადასტურებულად ბოლო ერთ წელში მოვიზიდეთ 38 მილიონი ლარის ინვესტიცია. 38 მილიონი ლარი დაიხარჯა შარშან საქართველოში და ეს თანხები განაწილდა ხელფასებში, ტექნიკის დაქირავებაში, ლოკაციების დაქირავებაში, რესტორნებში და სასტუმროებში. ანუ ხომ წარმოგიდგენიათ, რომ მხოლოდ ამ ერთმა პროგრამამ მოიტანა ის, რომ მარტო შარშან 38 მილიონი ლარი, რომელიც აუდიტით არის დადასტურებული, დაიხარჯა საქართველოში, გადაიღეს საქართველოში პროგრამის ფარგლებში და ძალიან ამაყივართ, რომ მართლა მივახცეთ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც პროგრამა დავაინიცირეთ და ვთქვით, რომ აი წლის მანძილზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯება, აი შესაძლებელია, ეს იყო ძალიან ესეთი მართლა mission impossible ჩვენთვის და ეხლა ბოლო 3 წელია ყოველთვის იმაზე მეტია მოთხოვნა, ვიდრე ჩვენი ბიუჯეტია და ჩვენი მხრივ ყველაფერს ვცდილობთ, რომ უარი არც ერთ პროექტს არ ვუთხრათ. როგორც ტომ კრუზმა შეასრულა თავისი მისია და დაასრულა ეს სერიები, ისე მგონი ასრულებს გადაიღე საქართველოში ძალიან, ანუ ამ მიმართულებით კიდევ უფრო რეკორდები მოვხსნა. და აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია
ტურისტული პოტენციალითაც თითოეული ადგილი, რომელიც თანამედროვე ჩვენი შვილების ენაზე რო ვთქვათ, გავარდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრს გადაიღებ, მით მეტია შანსი იმის, რომ ერთმა ფილმმა მაინც რაღაცა ბიძგი მისცეს პოპულარობას. მე ჩემი თვალით რაც მინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, აი როგორ ვთქვა, აი მაგალითად ლონდონში ხო უამრავი ფილმი არის გადაღებული, ხო, მაგრამ აი Notting Hill-ის თუნდაც ერთი ლურჯი კარი, საიდანაც Hugh Grant-ი გამოდის, ხო? მარტო ამ კართან ისეთი რიგი დგას ფოტოს გადაღების და იმდენი ხალხი მიდის მარტო Notting Hill-ის უბანში, რომ აი ლურჯ კართან გადაიღონ ფოტო, რომ აი აქ უკვე ყველაფერი ნათელია. აი ხაც მაგალითად ერთი თვეც არ არის გასული, ტაილანდში ვნახე ორი ადგილი, სადაც მხოლოდ კინოლოკაციის გამო არის ასეთი გიჟური ტურიზმი. ერთი ის, რომ ლეონარდო დიკაპრიო გადაღებული ფილმში სანაპირო და კარგი თქვა ამ შემთხვევაში მაინც ლეონარდო დიკაპრიოა და მთელი ფილმი ამ ტერიტორიას ეძღვნება, ეს რო არ ჩავთვალოთ, ჯეიმს ბონდის რომელიღაც სრულიად წარუმატებელი ეპიზოდი 1975 წელს გადაღებული ეპიზოდი, რომელიც მართლა წარუმატებელი იყო, მარტო 3 კადრით არის გადაღებული ერთ კონკრეტულ კუნძულზე და აი ამ სახელით James Bond Island, ამ სახელით იზიდავენ რა რაოდენობის ტურისტიც, რომ უბრალოდ იქ დადგნენ იმ კუნძულის ფონზე და ყვითელი პისტოლეტი ქვია ხო თუ როგორ თქვა, იარაღით სახალისო ფოტო გადაიღონ და ჯეიმს ბონდი მიაწერონ. აი მარტო ამიტომ მიდის რამდენი ხალხი და მერე უკვე ეს თანხა ტურისტულად რა თანხაზე ითვლება და როგორ გადადის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება რაღაც ერთი სცენით და ერთი კადრით ისეთი პოპულარული გახდეს რომელიმე ადგილი საქართველოსთან, რომ აი ამ რაოდენობის ტურისტების რიგი დადგეს. ეთანხმები აბსოლუტურად. ეს არის ძელი მონოლოგი გამოვიდა, მაგრამ გადაჭაჭული არის, აი აბსოლუტურად. კინოტურიზმი არის ძალიან ცნობილი მსოფლიოში, რომ ძალიან მაგრამ მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციაზე. ვერ ვიტყვი საქართველოში, რომ ესეთი აი საერთაშორისო მასშტაბით მიუხედავად იმისა, რომ Fast and Furious 9 გადაიღეს საქართველოში და ნუ ეს ბოლო 20 წუთი მთლიანად თბილისს დაეთმო და აქ არისო რომელიმე ლოკაციის მოტყუება დაეწერა, რომ თბილისი და Republic of Georgia და ასე შემდეგ, თუმცა ესეთი ფილმი მაინც ბლოკბასტერი ტურისტულ ნაკადს იმდენად ვერ იზიდავს და იმედი გვაქვს, რომ გვექნება ჩვენც Mission Impossible-ები და ასე შემდეგ. საქართველოში თუმცა ის სერიალები, რასაც ჩვენ ვიღებთ, აი ლოკალურ მასშტაბით დამჯერეთ, რომ ნამდვილად იზიდავს ტურიზმს. აი თუნდაც ეხლა ეს რაც გამოვა Drop of God, რაც თქვით და აი დარწმუნებული ვარ, რომ ევროპიდან ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც გაიგებს აი ლოკაციას როგორც რაღაც ღვინის მწარმოებელი 8000 წლის წინანდელი ასე შემდეგ ამ მიმართულებით ჩამოვლენ. ის რომ მაგალითად ჩინური სერიალები გადაიღეს საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ეტაპით ტურიზმი ჩინეთიდან წამოვიდა. ისრაელში ქართულ ძალიან ბევრი პროექტი იქნება საქართველოში ისრაელისთვის, მაგრამ არის რამდენიმე სერიალი და პროექტი, სადაც ვერ გაიგებ, რომ საქართველოსია გადაღებული, ანუ არ ხდება კონტენტი, თუმცა გადაიღეს ეხლა რომელიც პრემიერაც მოხდა, ესე იგი ჩამოდის ოჯახი დასასვენებლად, ნუ საქართველოს და იქ უკვე ხდება საქართველოს და პოპულარიზაცია. ანუ ქვეყნებად ესე და ლოკალურად უკვე გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც საქართველო არის პოპულარული. თუმცა ესე საერთაშორისო დიდი ბლოკბასტერი და ასე შემდეგ ჯერჯერობით ჯერჯერობით ეგ მნიშვნელოვანი სიტყვა იყო. ეხლა რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალეთ და სხვადასხვანაირია ხო გადანაწილება რუკაზე ჩინეთი, ისრაელი, აზიის ქვეყნები, ამერიკა. ვინ არის ყველაზე ხშირი დამკვეთი? და ვინ თანამშრომლობს ყველაზე ხშირად გადაიღეს საქართველოსთან. იცით რა, ცალსახად ევროპული ქვეყნები ყოველთვის ამაყად არიან წარმოჩენილი, თუმცა რაოდენობრივად ამერიკული პროექტები ნაკლებია, თუმცა ბიუჯეტით ყოველთვის, როდესაც შემოდიან, აქვთ დიდი ბიუჯეტი. შესაბამისად, აი თანხობრივად თუ შევხედავთ, არც თუ ისე ჩამოუვარდებიან ევროპას და აუცილებლად უნდა აღინიშნოს აზიური ქვეყნები, იმიტომ რომ ინდოეთიდან, ჩინეთიდან ყოველთვის არის პროექტები და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არაბული სამყარო ძალიან დაინტერესებული არის საქართველოში გადაღებებით. არაერთი რეკლამა იყო საქართველოში უკვე გადაღებული და ჩვენ ვცდილობთ, რომ ფეხი აუწყოთ ამ რეალობას და
ეს წელი უკვე ვიტყოდი, ანუ 2026 წელი გვაქვს კონცენტრირებულად, აი ამ უკვე ვიცით ორი კონკრეტული ფესტივალი, რომელსაც დავესწრებით, უბრალოდ მარკეტი, სადაც გვექნება საშუალება, რომ არაბ ფილმეიკერებს გავაცნოთ საქართველოს როგორც ლოკაცია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის პირდაპირი ფრენა. მათთვის ძალიან მარტივი არის, მარტივად შემოდიან. კი ბატონო, ტექნიკა სრულიად ხელმისაწვდომია, თუ არის რაიმე რაც არ აქვთ, თავად ხელბარგით შემოაქვთ, ანუ ყველაფერი იმდანაც გაიოლებულია მათთვის, რომ ეს არის ძალიან სასურველი ლოკაცია და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პოპულარიზაცია მოვახდინოთ აი ამ მიმართულებით. ხო, ისე რამდენად მიმზიდველი უნდა იყოს ფინანსურათაც და ტერიტორიულათაც და გარემო ლოკაციითაც, რომ მაგალითად ამერიკულ კომპანიას უღირდეს პავილიონი კი არა აშენოს თქვათ იქ. ამ ხელაგზაზე გადმოფრინდეს მთელ გუნდთან ერთად და აქ დაიქირაოს ადგილები. ანუ იმდენად ორიგინალური მიწოდების ფორმა უნდა გქონდეთ და დააინტერესოთ ესე. და აი ამ შემთხვევაში აი ამერიკა რადგან ახსენეთ, როგორც მოგეხსენებათ, მათი იმხელა სტუდიები აქვთ და პავილიონში ფაქტიურად მსოფლიოს აწყობა შეუძლიათ, რომ ძალიან ძნელია რომ კონკურენციაში შეხვიდე, მით უმეტეს, როდესაც ლოს-ანჯელესიდან ხდება პროექტის მოზიდვა, რაღაც 24 საათი გზაში უნდა იყვნენ, მოგეხსენებათ ეს გადამღები ჯგუფი არ მგზავრობს ეკონომ კლასით, უნდათ ბიზნეს კლასით და ასე შემდეგ და ეს ხარჯები ყველაფერი რომ უღირდეს შემდეგ თვითონ პროდაქშენ კომპანიას, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა აი სწორედ ექსტერიერები, აი თუნდაც ის რომ საქართველოში შეიძლება გადაიღო ავღანეთი, სირია, ანუ აი ეს ვაზიანის ტერიტორიები იმდენად მასშტაბური არის, რომ გაუჭირდებათ ამის სტუდიაში გადაღება. ასევე არის ვთქვათ, ჩვენ ვემუშავებით ასევე თავდაცვის სამინისტროს და ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ტექნიკა ხელი შეუწყონ და ის ტანკია თუ საბრძოლო მანქანა, სამხედრო ტექნიკა დიახ მისცენ მათ სრულიად უფასოდ, რაც დამატებითი პრიორიტეტია. ბოლო პროექტზე, რომელიც ამერიკული პროექტი იყო, ასევე გადაღებები მიმდინარეობდა მოქმედ აეროპორტში, სადაც 400 ადამიანი იყო შესული, რა თქმა უნდა ეს არ ანუ ვიზუალურად მგზავრებისთვის საერთოდ არ იყო შესამჩნევი რა ხდებოდა, თუმცა მოქმედ აეროპორტში 400 კაციანი ქრუთი შესვლა, გუნდით შესვლა და პარტნიორობა მოგეხსენებათ, რამხელა უსაფრთხოების სტანდარტები არსებობს მსგავს ლოკაციებზე და ჩვენც ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც თქვათ ვუწევთ რეკომენდაციას და თუნდაც თხოვნით მივმართავთ აეროპორტების გაერთიანება იქნება ეს თუ საპატრულო დეპარტამენტი, რომ აი ჩვენი გუნდია და გთხოვთ დაუჭრეთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ისინი მართლაც უზომო შრომას დამატებით გაწევა ამ მიმართულებით და რამდენიმე წლის წინ მოვიკითხე, რომელი ქვეყანა იყო ლიდერი ევროპის ტერიტორიაზე და ამბობდნენ, რომ მალტას ჰქონდა ძალიან კარგი პირობები და მიმზიდველი იყო ალბათ, როდესაც მოიკითხე. ხო, როცა მოვიკითხე, იმიტომ რომ ეს თანხის დაბრუნების სისტემაც მაღალი ჰქონდათ და ასევე მიმზიდველობა ჰქონდათ იმით, რომ აი ეს სერიალი რომ არის ცნობილი სატახტო თამაშები, ხო, თუ არ ვიცი როგორ Game of Thrones, ხო, კი, აი ეს სერიალი დიდწილად იყო ზუსტად მალტაზე გადაღებული, შემდეგ იყო ფილმი ბრედ პიტის მონაწილეობით, ვერტფრენი იწვის და ცალკე ავიაციის მუზეუმში ეს დამწვარი მუზეუმის გადავიღეს სიუჟეტად და აი ზუსტად მახსოვს რომ ერთი ექნებოდა 7-8 წლის წინანდელ ამბავს ყვები მალტა იქ მქონდა გადაღებები როგორ გვიმტკიცებდა რომ აი როგორი მიმზიდველი არის მრავალფეროვნად მათი ქვეყანა და აი როგორ მოიზიდეს და აი გავიდა დრო და ახლა ჩვენ შეგვიძლია იგივე ვიღებაკოს რომ რაღა მალტა დიდი მასშტაბები აქვს და ზოგადად ლოკაციურადაც ძალიან მრავალფეროვანია და მოგეხსენებათ ახლა ჩვენ კუნძულები არ გვაქვს და ამ მიმართულებით ვერ გავუწევთ კონკურენციას, თუმცა ჩვენი დადებითი პრიორიტეტები გვაქვს, მათ თავიანთი აქვს და აი ის რაც თავიდანვე აღვნიშნე, რომ თვითონ cash rebate მექანიზმის გარეშე ფიზიკურად რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს, დღეს უკვე პროდიუსერები არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სადმე წავდნენ. ანუ თავარია რამდენს დაუბრუნეთ. რამდენს დაუბრუნებ, თუმცა ის რომ აი თქვენც რაც აღნიშნეთ, აი როდესაც ქვეყანას უწერია 40 და 55%, ანუ ფაქტიურად ნახევარს რომ უკან გიბრუნებს, ძალიან დიდი мотиваცია არის, თუმცა ჩვენ შემდეგ ვუწყებთ ახსნას, რომ ჩვენთან გადასახადებია ნაკლები, თვითონ გადაღებების პროცესია იაფი, ყველა
თითქმის ყველა საჯარო ლოკაცია უფასო არის, ასე ვთქვათ, მერია ამხდება და ეს ყველაფერი ამით გვიწევს, ასე ვთქვათ, შემდეგ თუმცა სანამ აი კომუნიკაციაში შეხვალ, სანამ შეხვედრას ჩაუნიშნავ და სანამ გააგებინებ, ეს ერთი შეხედვით, როდესაც ვიღაცას უჩანს 45% cash rebate და შენ გიწერია 20-დან 25%-მდე cash rebate, შეიძლება არამიმზიდველი ჩანდეს. მაგრამ როცა დაუხსნი, მე სხვა რამეა. ანუ გამოდის რომ სახელმწიფოს გაცილებით დიდია გადასახადები მოგეხსენება მარიკა და რეალურად უკვე როდესაც ჩადიან დეტალებში, დამიჯერეთ საქართველოს უფრო მიმზიდველია. თუმცა, ეხლა მე ვერ ვიტყვი ყველა ევროპული ქვეყნის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა აი მასშტაბურად უმრავლესობას ძალიან დიდი აქვს გადასახადები და ჩვენთან, როდესაც მხოლოდ უწევთ საშემოსავლოს გადახდა, DGG რომელიც დაბრუნებადი არის, პლუს ამას უბრუნდებათ მერე 20%, მაინც მოგებაში არიან. და რადგან ეს არის სახელმწიფო პროგრამა, როგორც ახლა თქვენი საუბრიდან მივხვდი, გამოდის რომ სახელმწიფო სტრუქტურები, აეროპორტი იქნება თავდაცვის სხვადასხვა, ძირითად შემთხვევაში უფასოდ პარტნიორობენ ამ პროექტთან. ფაქტიურად უფასოდ პარტნიორობენ. ჩვენ 2016 წლიდან ყველა სახელმწიფო უწყებასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. არაერთ მათგანთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმები. გარდა ამისა, ყველა პროექტს ვუკეთებთ მხარდაჭერის წერილს, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი პროექტია და მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება ჩვენს გადაიღეს საქართველოს ფარგლებში მყოფ ბენეფიციარებზე და ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს, როდესაც პროექტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრ უწყებასთან საზღვრის დაცვა იქნება, საპატრულო პოლიცია იქნება, გზების გადაკეტვა, ასე შემდეგ. მერია ფაქტიურად ყოველთვის, ანუ ერთ გადაღებას ძალიან ბევრ სტრუქტურასთან სჭირდება კოორდინაცია. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ გადაღმღები ჯგუფის მანქანები არიან დიდი, მათი პარკირება დღის საათებში არ შეიძლება. თუ არ არის ეს კინოსთვის განკუთვნილი მერია ითვალისწინებს ამას. რაღაც პარკებში, სკვერებში გადაღება, ასევე მუნიციპალიტეტთან შეთანხმებას საჭიროებს. იარაღი გვინდა უკვე თავდაცვის სამინისტროში დაუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ნუ აეროპორტების შემთხვევაში ტავ-ჯორჯია ცალკე, იმიტომ რომ ის ოპერირებს აეროპორტში. აეროპორტების გაერთიანება ცალკე, შსს საზღვრის დაცვა ცალკედან მოკლედ. ყველა დეტალში. ამიტომ ჩვენ გვაქვს one stop shop principle, რაც ნიშნავს ის, რომ ყველა პროექტი ჩვენი გავლით, აწარმოეს საქართველოს გავლით, უკვე რეკომენდაციებს ვაძლევთ, სად რა, როგორ და ლოკაციებზე როგორ გქონდეთ სწრაფი მარტივი წვდომა. კი, ზუსტად ეგრეა და ხშირად ყოფილა ლექციების დროსაც სტუდენტებთანაც რაღაც ფილმი რო განგვიხილავს, აი მithქვამს, რომ აი უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ, აი როდესაც კადრში არის მაგალითად ორი სტუდია, სადაც ორი გოგონა საუბრობს და იქ დგას მაგი და დგას მიკროფონი, ეს ყველაფერი არის ნაფიქრი, რა ფოტო უნდა იყოს, რა უნდა და ამას ყველაფერს ხო ჭირდება ორგანიზება, ნებართვები და ასე შემდეგ და ჩაშლაში ეს ძალიან სერიოზული საქმეა და ძალიან დიდი და ნუ აი მდენი ხელშეწყობის გარეშე არ გამოდის. და რადგან აი ამ თემას შეეხეთ, მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტო მუდმივად აორგანიზებს საერთაშორისო ტრენინგებს, რომ ჩვენ უკვე თუნდაც ძალიან გამოცდილ პროდიუსერებმა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ, აი რა ხდება საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიცით როგორ გეგმავთ, იგივე რაც აღნიშნე და line producing-ის მიმართულებით, ფინანსების მიმართულებით, ანუ movie magic რაც არის ეს საერთაშორისო აღიარებული პროგრამა, როგორ მუშაობენ, ისინი როგორ ითვლიან ბიუჯეტირებას, script supervising-ის მიმართულებით, შარშან ყავდა ასევე ჰოლივუდიდან UCLA-ის, ანუ ჰოლივუდის, ანუ ლოს-ანჯელესის ყველაზე ტოპ უნივერსიტეტის ორი ტრენერი ჩამოყვანილი ზუსტად ამ მიმართულებით, film financing-ი და TV shows financing-ი და სატელევიზიო shows მიმართულებით იყო, რომელიც ძალიან საინტერესო და ყოველ წელს გვაქვს მოკლედ ამ მიმართულებით. და ერთი შეკითხვასაც მოვასწრებთ, თათია, ძალიან მინდა ვიკითხო, აი ეს მარკეტები, კინოფესტივალი იქნება საერთაშორისო თუ სხვა კომერციული მარკეტი, სადაც წარდგენა ხდება საქართველოსი და არის პავილიონები, ხო, აი იგივე ბუკლეტებით და ყველაფრით. პროცენტულად ყველაზე მომგებიანი ფორმაა იმისთვის, რომ მოიზიდოთ კინოსტუდიები თუ აი ყველაზე მეტად საიდან ხდება მოზიდვა ამ ხალხის და შეხვედრების ჩანიშვნა, რომ მე უკვე აუხსნათ. მარკეტებს ჩვენ ვიყენებთ იმისთვის, რომ იმ ქვეყანაში როცა ჩავალთ, არა მხოლოდ დავждეთ და პავილიონში დაველოდოთ, თქვათ ვინ მოვა, იმ ქვეყანაში მაქსიმალურად შევხვდეთ ყველას, ვისაც შეიძლება დააინტერესოს საქართველოში გადაღება. მაგალითად, ბოლოს ახლა სადაც ვიყავით ამერიკან ფილმ მარკეტი, ამერიკან ფილმ მარკეტი გასაგებია, აქ ჩვენ უნდა ყოველთვის გქონდეს წარმომადგენლობა, რომ როგორც ქვეყანა, როგორც მინიმუმ ჩანდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ აი ამ რადარზე, ფილმ წარმოების რადარზე და საქართველოს კვლავ აქტუალურია და კვლავ გვაქვს rebate-იც და ასე შემდეგ, თუმცა
ჩვენ არც ერთი ვიზიტი არ გვქონია ისეთი, რომ ჩავედით და უბრალოდ ამერიკან ფილმ მარკეტზე ვიყავით. პარალელურად გეგმავთ შეხვედრებს ისეთ დიდ სტუდიებთან, როგორიც არის HBO, Disney, Universal Pictures, Lionsgate, Paramount, Warner Brothers, ასევე ვთხოვთ Motion Pictures Association, ვინაიდან ეს არის ყველაზე ტოპ ასოციაცია კინოწარმოებაში და შაშან მაგალითად დაგვითმეს თავისი საპრეზენტაციო სივრცე და თავისი ეს 7 ტოპ სტუდია თვითონვე მოიწვიეს, რომ აი საქართველოს კიდე უნდა რაღაც იმდენად ზეპირად იციან ჩვენი პროგრამის პირობები, რომ უკვე ვეუბნებით, რომ აი სიახლე გვაქვს და ეს გვინდა გაგაცნოთ, იმიტომ რომ მართლა ზეპირად იციან ჩვენი პროგრამა, იმდენჯერ შევხვდით და არა მარტო ეს ახლა ტოპ სტუდიები აღვნიშნე და გარდა ამისა, უკვე აი კავშირები აქვთ, მეგობარი გაგაცნო, ლოს-ანჯელესში ალბათ ყველა მეორე ფილმთან არის დაკავშირებული ადამიანი და საბოლოო ჯამში სწორედ ეს კავშირები მუშაობს, ხო? გვაცნობენ და ეს კავშირები მუშაობს. მარტო საქართველოში არა, ადამიანებს შორის კავშირები რომ აი ამ შემტურებს რომ ვაწყობთ, მარიკა აი ჩავედით თქვათ იქ, ხო, გავიცანით ვიღაცა, დაუპატიჟეთ საქართველოში. ყველა ფემტურიდან ჩვენი სტატისტიკით, რომელიც 5-6 ადამიანს პატიჟებთ ყოველ წელს, ერთი პროექტი მაინც ჩამოდის. ანუ ყველა აი ამ ტურის შედეგი როგორც მინიმუმ ერთი პროექტია და ეს პროექტი ხო როგორც მინიმუმ 5 მილიონი ლარი არის. და გამოვიდა გასულ წელს 38 მილიონი ლარი ჯამში. კი. კიდევ უფრო მეტი წარმატება, მეტი შემოსავალი და მეტი საინტერესო პროექტები, რომ აი საქართველოს ჩვენ ქვეყანას რომ საქართველოს სახელით დიდ კინოში უფრო და უფრო ხშირად და მეტად დავინახოთ და ამოვიკითხოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თათია ბიძინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. გადაიღე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი, ბევრი წარმატებული გადაღებები საქართველოში. მადლობა სტუმრობისთვის. იმედის რადიო იმედის ეთერი გრძელდება, დილის ეთერი, კარგ მუსიკას მოვისმენთ, საინფორმაციო გამოშვება გველის, ასევე ჩვენი მსმენელისთვის საყვარელი რუბრიკები, ასე რომ დარჩით FM 105.9-ზე, დროებით მალე შემოგიერთდებით.